დღესაც ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენ სატრაპეზოში და დღეს წინ შაბათსა ჩვენ მე-11 თავი წავიკითხეთ საქველმოქმედო და დღესაც მე-12 თავს წავიკითხავ. ნუ ღვთისშეწევნით მომავალ კვირაში დავიწყებ ძველი აღთქმიდან იობის წიგნს. ხო, მას ჟამსა შინა ხელი მიყო ჰეროდი მეფემან. ძვირის ყოფად რომელთამე ეკლესიათაგან და მოკლა იაკობ ძმა იოანესი მახვილიდან. პირველი მოწამე 12 მოციქულთაგან იყო იოანე. იაკობი იოანეს ძმა. რომელი იოანეზია აქ საუბარი? იოანე ღვთისმეტყველზე. იაკობი მოკლა მახვილითო და 12 მოციქულთაგან პირველი მოწამეობრივად აღსრულებული. ჩვენ ვიცით ახლა წმინდათა ცხოვრებიდან, რომ 12 მოციქულიდან 12-ვემ ტანჯვა გადაიტანა და ერთადერთი რომელიც თავისი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა იაკობის ძმა იოანე ღვთისმეტყველი იყო. იოანეს გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვარაუდები არსებობს. ზოგს მიაჩნია რომ იოანე არ მომკვდარა, იმიტომ რომ ამის საფუძველს წმინდა გარდამოცემიდან იღებენ და კერძოდ, როდესაც ის ღმერთმოხუცებული ეფესოში დამარხეს, მე რამოდენიმე დღეს მიდიან მოწაფეები და რო გათხარეს საფლავი, იქ ვერავინ ვერ ნახეს. დავუყურეთ ესეთი მოსაზრება არსებობს. დანარჩენი 11-ვე მოწამეობრივად აღიწყო. და ვითარცა იხილა რამე თუ სათნო უჩნდა ხურიათა მათ. შეძინა შეპყრობა პეტრესიცა. ხოლო იყვნენ ეს დღენი იგი უცუმოებისა. ჰეროდემ რო დაინახა, რომ ებრაელებს გაუხარდათ იაკობის სიკვდილი, პეტრე მოციქულის დაიჭირა. რატომ მაინდა-მაინც პეტრეზეა აქცენტი გაკეთებული? ჩვენ ვიცით, რომ საქველმოციქულთას პირველი თავებში ჩვენ რა წავიკითხეთ, რომ პეტრე მოციქული სულთმოფენობის შემდეგ გამოდის და ქადაგებს და ათასობით ადამიანს მოაქცევს ქრისტეს ჟურზე და ბოროტმა იცის, რომ თუ წინამძღვარი უპირატესი დაამარცხე, ეს ზოგადად ვამბობ, ახლა ის კი არ გულისხმობ მე, რომ პეტრე უფრო უპირატესი იყო და უფრო დიდი იყო დანარჩენ მოციქულებთან. უბრალოდ იმ მომენტში პეტრეს ქადაგებით მოექცა უამრავი ადამიანები და წარმართები ფიქრობდნენ და უბრალოდ ებრაელები, რომ პეტრეა ამათი ლიდერი, ამიტომ პეტრეს თუ მოვიშორებ, დანარჩენსაც მოვიშორებ, მაგრამ ისინი მათმა არ იცოდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია და 12 მოციქულის თანასწორი პატივია. მერე კათოლიკებმა სამწუხაროდ დღევანდელი კათოლიკურ ეკლესიას რო უძახიან ლათინოებმა, სწორედ ეს აქცენტირება გააკეთეს, რომ პეტრე უპირატესია ყველაზე და შესაბამისად ჩვენი ეკლესია ყველაზე უპირატესია და ჩვენ გვეკუთვნის მსჯავრის უფლება და მეტიც ლათინები გაუკუღმართებამდეც კი მივიდნენ, რომ რომის პაპი უცნობელად გამოაცხადეს. ეს იყო ბოლო წერტილი და მათ თქვეს, რომ რომის პაპი როდესაც ქადაგებს კათედრაზე, ის უცნობელია და უცნობელობის დოგმატია და უამრავი კიდე სხვა ცნობილება შეიტანეს თავიანთ სწავლებაში. და აი ეს ყველაფერი დააშენეს იმ მოსაზრებას, რომ პეტრე უპირატესია ყველას. უბრალოდ იმ მომენტში პეტრე მოციქული გამოდის ასპარეზზე, ის იღებს ქადაგებას, ის ქადაგებს და მისი სიტყვით მის სიტყვის გამოყენებით ღმერთი მოაქცევს ადამიანს. და შემდეგ ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ესტაფეტა პავლე მოციქულმა გადაიბარა რა და საერთოდ მაგალითად როგორც ნახავთ გალატელთა ეპისტოლეში თუ არ ვცდები, პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ მე ახლა პერიფრაზს გავაკეთებ, ზებირად სამწუხაროდ არ მახსოვს ეს მუხლი, პავლე მოციქული ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ მე იმდენი რამე გავაკეთე, იმდენი ვიღვაწე, რაც დანარჩენმა მოციქულებმა ერთად იმაზე მეტია. და ამას ის საკუთარი ძალებით კი არა, ღვთისშეწევნით გავაკეთე. აი ესე ამბობს ახლა. პავლე მოციქული, ანუ რო ვთქვათ ახლა, პავლე მოციქულის ღვაწლი ისეთი დიდი იყო, რომ დანარჩენი ყველა ერთად რო შეკრიბო, იმაზე მეტი იყო რა. და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ახალი აღთქმის წიგნებიდან უმრავლესობა პავლე მოციქულის კალამს ეკუთვნის, ხო? სულ 27 წიგნია და 14 წიგნი აქედან პავლე მოციქულს ეკუთვნის რა. ასე რომ იმის გამო რომ რაღაცა პირველად ავანსენაზე გამოდის პეტრე, ის ყველაზე უპირატესი ის არ არის სწორი. და ეს მოსაზრება და კიდე სხვა არგუმენტები შეიძლება მოვიყვანოთ იმისთვის, რომ პეტრე მოციქული არ არის უპირატესი მოციქული. უბრალოდ აი ესე იქნა ღვთისგან განჩინებული. და შერა იპყრა იგი შესვა საპყრობილესა და მისა იგი 4-ეულთა ერისთაგანთა ცვად. ესეთ ეგულებოდა რაითა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მიცემადერსამას და ეშინოდათ, რომ პეტრე არ გაიქცესო და უამრავი მცველი დააყენეს, რომ არ გაქცეული იყო პეტრე მოციქული. პეტრე ცული იყო საპყრობილესზე შინა, ხოლო ლოცვა გულსმოდგინეთ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღვთისა მიმართ მისთვის და ჩვენ ვხედებით
ერთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილ ღვთისგან, როდესაც განსასწრელში ხარ, რა უნდა აკეთო? პირველ რიგში უნდა დაიწყო ლოცვა. ადამიანმა, როდესაც არის განსასწრელში, უნდა დაიწყოს ლოცვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ლოცვით უნდა შემოიფარგლოს ადამიანი. ქმედებაც უნდა გააკეთო ახლა. იმიტომ რომ ზოგიერთი დღეს ასეთ არგუმენტს მოიშველიებს ხოლმე, როდესაც ამბობს, რომ არაფერი არ უნდა გააპროტესტო რა. ილოცე და დამთავრდა. ეს არ არის სწორი მიდგომა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლოცვა, მაგრამ თუ ვიხედებით, რომ ეკლესიას ებრძვიან, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი რწმენის სადარაჯოზე. ეკლესია არის ქრისტე, ქრისტე ჩვენი დაცვა არაფერში არ ჭირდება რა. უბრალოდ ჩვენ როდესაც ვამბობთ, ვიცავთ ეკლესიას და ეკლესიის სწავლებს, ამიტომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, რომ ჩვენი უმოქმედობით ჩვენ თვითონ არ დავზარალებთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რწმენაც და საქმეებიც. მაგრამ პირველ რიგში იწყებენ ლოცვით. მოციქულები, რომ პეტრე მოციქული, რომელიც არის დაჭერილი, გამოიყვანოს უფალმა ამ განსასწრელისგან. რადგანაც უკვე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანება და მიცემა ხელთა მათთა მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა. შეკურსა ჯაჭვით და მრჩოვლით და დაინახე კიდე ამდენი ხალხი ხო მიუჩინეს დამცველებად. თან კიდე საპყრობილეში რო იყო პეტრე და ესე იგი ორმაგი ჯაჭვით იყო შეკრული კაცი და ერთი მცველი ერთ მხარეს იწვა, მეორე მხარეს. აი როგორი ახლა დღეს რო იტყვიან, როგორი უსაფრთხოების უპრეცედენტო რაღაცა მაგალითს ვიხედებით, რომ ისე არიან შეშინებულები ეს უღმერთო ადამიანები, რომ ორმაგი ჯაჭვით ხო შეკრეს კაცი. და პლუს კიდე ორი კაცი გვერდით მიუჩინეს. ახლა თქვენ ალბათ შეიძლება ცხოვრებაში არ გინახიათ ორგელ დადებული ადამიანი, რომელსაც მიყვება მცველი, რომელიც ასე ჯაჭვით არის მასე მიმაგრებული, მაგრამ ფილმებში ალბათ გინახიათ ასე რომ შეპყრობილი ადამიანები, რომ პოლიციელებს თუ რაღაც უსაფრთხოების თანამშრომლებს რომ ჯაჭვებით და მით რა ქვია ხელბურკილებით თუ არიან ერთმანეთზე გადაბმულები. აი ესეთ ვარიანტია აქ. ანუ ესაც ახლა ხდება, ახალი არ არის. ეს კაცობრიობის ისტორიაში ასეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე რა. და თქვენ ახლა რომ ნახოთ ის საპყრობილეები მაცხოვრის დროინდელი შეძწუნდებით რა. მე ახლა ღვთისშეწევნი თქვენი ცით რომ ორჯერ ვიყავი იერუსალიმში და საპყრობილე სადაც მაცხოვარი იყო სავარაუდოდ ის მაგ ნანახი და ადამიანებს ხო ჯაჭვები იგებთ და თან კიდე კლდეებია ძირითადად კლდეებში სპეციალურად არის გაკეთებული ესეთი სამაგრები და იქ კლდეზედაც იყვნენ კიდე მიმაგრებული და რაც შეეხება მაცხოვარს მაცხოვრის საპყრობილე არის სავარაუდოდ მისი საპყრობილე დიდი ალბათობით არის რაღაც რო შეხვალ რაღაცა ისეთი განწყობა გეუფლება იქ არის კლდეში გამოკვეთილი სკამი ამ მასიურ კლდეშია გამოკვეთილი სკამი ამ სკამში არის ორი დიდი ნახველი ანუ ადამიანი არ მაცხოვარი რო დაიჭირეს ჩინკე ფეხებიას ჩააყופის და ქვევიდან კიდე ის დაადეს რა ქვია ბორკილები აი ესეთი რაღაცა იყო რა საშინელი რაღაცა მოკლედ აი ესეთ საპყრობილეში არის პეტრე მოციქული და ამ დროს ანგელოზი უფლისა ზედა მოადგა ნათელი გამოუწყინდა სახსამა შინა და საგვერცა პეტრესა და განაღვიძა იგი და რქვა მას აღდე გადრე და დაცვის ჯაჭვი იგი ხელთაგან მისდა და რქვა მას ანგელოზმა მან მოირთყე და შეისხეს სამდანი შენი და მან ყო ეგრეთ და რქვა მას შეიმოსე სამოსელი შენი და შეუმდექნე და განვიდა შეუდგა მას და არა უწყოდა ვითარმე ჭეშმარიტად ას რომელი იყო ანგელოზისა მისგან ეგრე გონები და ვითარმე ჩვენებასა იხილავს ან ეგ საოცარი რაღაც არის ნათელი გამოვწყინდაო პეტრეს ჯაჭვები დაცვილდაო ადგაო და პეტრეო ისე იყო გაოცებული თვითონაც პეტრე ამ საოცრებებით რომ ფიქრობს რაღაც ჩვენებას ყო ვნახავ და თავარი რა არის ეს ნათელი თუ გამოვწყინდა იმ ორმა კაცმა ეს ვერ დაინახეს და რატო ვერ დაინახეს და დღესაც არიან ასეთი ადამიანები ჩვენ ვიცით რომ სად არის ჭეშმარიტება ხო ეკლესიაშია მაგრამ ადამიანებმა ხო ვერ იხედებიან ეკლესიაშია ნათელი იმიტომ რომ ღმერთია ღმერთთან აქ არის მხოლოდ მისასვლელი გზა მხოლოდ ეკლესიის წევრს შეუძლია რომ ეზიაროს ქრისტეს საიდუმლოებს ანუ ეზიაროს მის უხსნელ ხორცს და სისხლს მაგრამ ადამიანები ვერ იხედებიან ამ ნათელს და ვერ იხედებიან და თან პრიუს ისეთ ბნელში იმყოფებიან რომ ამ ნათელს ებრძვიან და უნდა გაგვიკვირდეთ ჩვენ როცა ეკლესიას დალახსვრიან იმ ადამიანებმა ვერ დაინახეს ნათელი როგორც თუ გახსოვთ პავლე მოციქული როდესაც მოიქცა მაშინ რომ ნათელი გამომწყინდა მხოლოდ ვერ მიხვდნენ ისი ხმა ესმოდათო და მეც ვერაფერი არ ესმოდათო მაგრამ და აი ესე არიან
უღმერთო ადამიანები ღმერთს ვერ იხედებიან. ღმერთი უამრავი მაგალითით უამრავი ნიშნით ცდილობს მათ მოქცევას. აი ისინი მაინც ბრმები და ყრუები არიან. როგორც ის ორი კაცი, რომელიც პეტრეს გვერდით იწვა და რომ პეტრე ვითომ მათი აზრით და ჭკვით რო არ გაქცეულიყო. დავითარცა გავლენს მათ პირველი სახუმილავი და მეორე მიიწინეს იგინე ჭერთა მათ რკინისათა, რომელიც შევიდოდა ქალაქად, რომელსაც იგი თვით განეღომათ და ვითარცა გავლენს იგი წავლეს უბანი ერთით და მეხსოვრად განეშორა მისგან ანგელოზი და სასწაულს იხედებით კიდევ კარები თავის იღება. დაკეტილი კარები ღვთისგანგებულებით იღება რა. ერთი რამე მინდა გითხრათ რომ მე არ ვიცი სხვაგან საქართველოში არის თუ სოფლიოში არის თუ არა, მაგრამ საქართველოში არის ტაძარი ავჭალაში, რომელიც არის ეძღვნება პეტრების ჯაჭვების თაყვანისცემის ტაძარი ესეთი რა. ანუ დღეც კი არის. პეტრეს ჯაჭვთა თაყვანისცემის დღე არის და ამ სასწაულის ამ ჯაჭვების საპატივცემლოდ აშენდა ტაძარი. და იქ ერთი ჩვენი მეგობარი მსახურობს. ახლა აი ესეთი ტაძარიც გვაქვს საქართველოში რა, რო ვიცოდით ისე რა. პეტრე მოიგო გონებასათვისა და თქვა და წარმოვიდგინე ასეთი სასწაულის შემდეგ პეტრე მერე გამოფხიზდა ახლა. ტიფხიზლად იყო, მაგრამ მერე გააცნობიერა ეს ყველაფერი რო დამთავრდა, ანგელოზები რო გაშვერდეს, მერე მიხვდა როგორი დიდი წყალობა მოიღო მასე ღმერთმა. გონებასათვისა და თქვა აწუწი ჭეშმარიტად რამით მოავლინა ღმერთმა ანგელოზისთვის და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდისა და ყოლისაგან მოლოდებისა ერისამის ურიათასა. თქვენ იცით რომ არსებობენ ადამიანები რომელიც ანგელოზების არსებობაში ეჭვიშია. აი პეტრეს სიტყვები ახლა და საქმე მოციქულთაც ეს თავი მე-12 უნდა გადაუშალოთ ამ ხალხს და დაანახოთ რომ ანგელოზები არსებობენ რა, არსებობენ არსებები, გონიერი არსებები, რომლებიც არ აქვს ჩვენამდე ფიზიკური სხეული, მაგრამ გონიერი ღვთისმოყვარე არსებები არა, რომელიც ღმერთს ემსახურებიან. ჩვენ ასევე ვიცით რომ არსებობენ ბოროტისულები, ბოროტი ანგელოზები, რომლებიც ღმერთს განუდგნენ და ბოროტებაში არიან გამკიცებული. გულსა მოეგონა და მოვიდა სახსა მარიამისა, დედისა მის იოანეს, რომელსაც ერქვა მარკოს, სადაც იყვნენ მრავალნი შეკრებილი და ილოცვიდეს. ნუ მარკოს מחარებელი თქვენ იცით და მის სახში მიდის. პეტრე მოციქული, დავითარცა ხრეკა, აქაც მნიშვნელოვანი რაღაც არის, ის რომ ანგელოზები ყავს თითოეულ ადამიანს. ამის სწორედ ახლა მე რაც წავიკითხავ, ამ წმინდა წერილის ამ მუხლების საფუძველზე ეკლესიაში არსებობს სწავლე რომ ყველა ჩვენთაგანს ყავს ფარველი ანგელოზი. ანგელოზების შესახებ, ფარველი ანგელოზის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ნუ მე რაც წამიკითხე ახლა რა. ესე იგი, ერთ-ერთი მოსაზრებით ყველა ადამიანი როცა იბადება, ღმერთი ყველას ანგელოზს მიუჩენს, მაგრამ უფრო მეტად გავრცელებულია სწავლება, რომ ადამიანს ანგელოზს მიუჩენს ღმერთი, როდესაც ის ინათლება. რო ვიცოდეთ ისე რა. დავითარცა ხრეკა პეტრე, კარსა მეას ჭისასა. გამოვიდა მხევალი ერთი სმენად, რომელიც ერქვა სახელად როდი, სახელი იყო ესეთი როდი. დავითარცა იცნა ხმა იგი პეტრესი, სიხარულით არა განუგო მას კარი, აქ ყურადღება მიაქციეთ, მე ამას აქცენტს გავაკეთებ რაღაცეებზე. არამედ შინა შერბიოდა და უთხრა ვითარმე პეტრე კართა ზედა დგას. ხოლო მათ ხვეს ბორგი და იგი დაამტკიცე და ვითარმე ესრე დას. ხოლო იგი ითხოვდეს ვითარმე ანგელოზი მისი ars. დაინახეთ, როდი რო გადის და ესმის პეტრეს ხმა, იცის როდი რომ პეტრე არის ციხეში. მას ახლა მცველები უყენია, ჯაჭვით არის შეკრული, დამდროს ესმის მისი ხმა და სიხარულით რასაკეთებს? იბნევა? შეიძლება იფიქროს რატომ წამსვე არ გაუღო კარები რა, მაგრამ დაიბნა. ამას არ ელოდებოდა და ეს თავისი სიხარული, ხო ვიცით ახლა ჩვენ ამ სიხარულის დროს, ამ წუხარებისა, დიდ წუხარების დროს არაადეკვატურად ვიქცევით ხოლმე რა. ეს არ უნდა გაგვიგიდეს, როდი ჩვეულებრივი ადამიანია, ამ გაოცებული რასაკეთებს? კარებს კი არ უღებს, გარბის და დანარჩენებს ეუბნება რომ პეტრი არისო კარებთანო და ისინი ეტყვიან რომ რებს ბოდაო ახლა ხო იცით ასე რო არის რომ მელასო რაცო ელანდებოდაო ის იზმრებოდაო. ანუ შეიძლება ასეც უთხრეს რა, შენ გინდა ძალიან რომ პეტრე იყოს გარე, მაგრამ შენ ეს მოგეჩვენაო. პეტრე კი არა, მისი ანგელოზი არისო. ანუ მაშინ არსებობდა სწავლება, რომ ანგელოზი ყავს ყველა ადამიანს. გამიგეთ? ეს იცოდე და მე-12 თავის, მე-15 მუხში პირდაპირ არის პირდაპირ წერია შავი თეთრზე რომ ყველა ანგელოზს, ყველა ადამიანს ყავს ანგელოზი. და პეტრე ხრეკა კარსა მას ზედა. ხოლო განრა იუღეს იხილეს იგი და გააქრეს და ამბობს პეტრე გაოცებული ხმა ესმის და კიდევ აბრახუნებს კარებს რომ კარები გამიღეთო რა. მან ხელი განუყრა მათ და რაითა დადუნენ და მიუთხრა მათ ვითარცა იგი უფალმა გამოიყონა საპრობილი და ამცნო უთხრათ ესე იაკობსა ძმათა ყოველთა.
და განვიდა და წავიდა სხვა ადგილსა. აქ ერთმნიშვნელოვანი მომენტია კიდე, რომ როდესაც ხალხი ახლა ემოციებს გამოხატავენ, ეტყობა ხმამაღლა დაიწყეს, გამოხატა თავისი სიხარულის, პეტრემ ყველამ გააჩუმა. უთხრა, რაც მოხდა მის თავს და ის იქიდან მიდის და უსაფრთხო ადგილზე გადადის. აქედან ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა კიდე. როდესაც იხედები, რომ იქ ადგილი, სიტუაცია არის, სადაც შეიძლება დაზიანდეს შენ ან ვიღაცა სხვა, შეიძლება მოერიდო. ეს არავითარი გაქცევა და არავითარი, ესე იგი, ლაჩრობა არ არის. მეტიც პავლე მოციქული, როგორც ვთქვით ჩვენ, იმდენი შრომა, 8 წლით, ტანჯვა და წამება გადაიტანა ქრისტეს ჯულისთვის, რომ მის ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც თოკი ჩამოუშაო და გაიქცაო იქიდან. ერთ-ერთი ქალები, რა. ანუ გარკვეულ მომენტებში უკან დახევა შესაძლებელია. შესაძლებელია, ოღონდ ამას სჭირდება გონიერება. გონიერება და გონიერებას ადამიანს ვინ აძლევს? ღმერთი. თუ ადამიანი ღმერთთან არის, იცის ადამიანო როდის გადადგას ნაბიჯი წინ და იცის როდის გადადგას ნაბიჯი უკან. ერთი შესაძლებელია გარკვეულ სიტუაციაში და არის სიტუაციები, როდესაც უკან გადადგმა ნაბიჯს უკან დახევა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხოლმე თითოეულ ჩვენთაგანი ცხოვრებაში. და ვითარცა განთენდა არა მცირედი შეზღუდულება იყო ერის კაცთა მათ, ვითარ მე რაიმე იქნა პეტრე და ამ დროს რაც იხედებიან. ეს ხალხი რომელთაც ძინავთ, იხედებიან პეტრე მათთან არ არის რა. არ არის პეტრე. და ჰეროდე ეძიებდა მას და არ აიპოვა, მაშინ განიკითხა მცვენ ნიგი და ბრძანა მოკლა იმათი და მოვიდა მიერ ხულიდან და კესარის იქცეოდა და მიხედებით ახლა საშინელებას, რომელსაც ჩადის ჰეროდე. როი ესე კარები ჩაკეტილია, ჯაჭვები ყრია, ადამიანები ზინავთ, ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა და რა გავაკეთოს ახლა ჰეროდე? რას აკეთებს? იმის მაგივრად რომ განადიდოს უფალი და თქვას დიდება უფალო, ძალსა შენსაო, რას აკეთებს? იმ ხალხს რომელიც არავითარი დანაშაული არ მიუძღვით, ახლა ყოველ შემთხვევაში პეტრეს ციხიდან გაშვებაში ყველას ხოცავს. აი უსამართლო ადამიანი, რომელიც სხვაზე გადატეხავს ხოლმე ჯობს. ალბათ თქვენ ჩვენ ცხოვრებაშიც ყოფილიყო ხალხი, რომელიც უსამართლოდ იქცევა და ასეთები იყო, სამწუხაროდ არის და ალბათ მომავალშიც იქნებიან. ხოლო იყო ჰეროდე გულწყარ პიროთერთა სიდონელთათვის და იგი მოსული იყვნენ ერთმანეთ მისა და ქველის მეტყველი იყოფდეს ვლასმოს, რომელიც იგი სასუნებესამაც მეფისას და ითხოვდეს მშვიდობასა რამე თუ ქვეყანა იგი მათ იზარდებოდა სამეფოსა მისაგან და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეფო და დააჯდა საყდართა ზედა და საფრი და მათთან მიმართა ჩვენ ახლა ვნახავთ ასეთი უსამართლო კაცის ხვედრი რა ელოდება ჰეროდეს. კაცი რომელმაც უდანაშაულო იაკობი მოაკლევია, შემდეგ პეტრე ჩააჯინა ციხეში და მისი მოკლაც უნდოდა და რისთვის აკეთებდა ამას ყველაფერს? რომ საზოგადოებაში პოპულარობა მოეპოვებია. არაპოპულარული მართველი იყო. დღესაც ხო ვიხედებით ქვეყნის მართველები, რომლებიც აქცევენ ქვეყანას, ზედაც არ მიშერებიან ადამიანების გაჭიროებას და იმისთვის რომ პოპულარობა მოიპოვონ, რაღაცაებს აკეთებენ. ქულების დასაწერად. აი ესეთი ქულების დაწერა უნდოდა ჰეროდეს და არა იმიტომ რომ ხალხისთვის ზრუნავდა. ის უნდოდა პოპულარული ყოფილიყო, დიდხანს უნდოდა რომ შეინარჩუნებია ტახტი. აი ესე არის. ახ სამწუხაროდ დღევანდელ ჩვენ რეალობაში და ვიხედებით ხოლმე ახლა. წარსულში იმედია აწმყო კარგი გვაქვს და უკეთესი იქნება კიდე ჩვენ ასე გვინდა, მაგრამ არ ვიცით, მაგრამ ვიცით რომ არ ხალხი იმისთვის რომ შეინარჩუნოს სკამები, უამრავ რაღაცებს აკეთებენ რა და ასე იყო ჰეროდე და თან კიდე დიდების მოყარე და სკამის მოყარე ადამიანები ნარცისებიც არიან რა. პატივმოყვარეები არიან და თავი ყველაზე უკეთესად მიაჩნია და ასეთი იყო სწორედ ჰეროდე მეფე. და ერიგი ღაღადებდა ღვთისა ხმაიარს და რა კაცისაი და დაინახეთ რას ვიხედებით რომ მივიდნენ ადამიანები იმისთვის რომ ესიამოვნებია თუ თავისი უფროსისთვის მეფისთვის თქვენს რომ შენი სიხმაო ადამიანის კი არა ღმერთის ხმა არისო, ღმერთს გაუტოლეს. ამ დროს რას აკეთებს ჰეროდე? შეიძლება ადამიანმა შენ რაღაცა გიწოდოს შეიძლება ძლევამოსილი, უნიჭიერესი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარია შენ ამას როგორ მიიღებ. და რას აკეთებს ჰეროდე? მეხსეულად სამას ანგდა ეს მოეწონა ჰეროდეს და მიიღო ეს დიდება რა, ანუ ღმერთს გაუტოლა საკუთარი თავი. ჰეროდემ და ხვედრი მისი და მეხსეულად სამას ანგელოზმა თulis ამისთვის რამე თუ არა მისა დიდებაი ღმერთსა და იქნა იგი მატლ შესაჭმე და სული წახდეს. და იმ წამსვე მოკლედ საშინელი განსასწრელი დაატყდა, მატლები დაესიენო და ესე მოკვდა ჰეროდე, რომელმაც შესაძლებელია ის დიდებულება, რომელთაც იყო ის შემოსული, ის პატივი, რომელიც იყო თავის საკუთარ თავს და
მას ძალმოსილებას მიაწერა და რა ღმერთს და ასეთ საშინელი ხვედრი დაატყდა საკუთარ მის თავს. ასე ელოდება ყველა ადამიანს, რომელიც არ მიცევს და არ მიაგებს პატივს ღმერთს იმისთვის, რაც მას მის თავზე ღმერთმა დაუშვა, ხო? ერთი რამე იცოდეთ, თუ ჩვენ რაღაცაში წარვემატებით, რაღაცას გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, დიდება უფალო ყველაფრისათვის და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მეცაც გეტყვით ახლა იოანე ოქროპირმა მოგცა ჩვენ ასეთი სწავლება, რომ როდესაც ის მოგდა და მოწამეობრივად, ფაქტიურად მოწამეობრივად აღესრულა, იმიტომ რომ საშინელ დევნაში იყო, ესე იგი, ცველები, რომლებიც მასთან მიყვებოდნენ იმისთვის, რომ ესე თქვენი აფხაზეთში იყო გადასახლებული და კომანამდე ტანჯვაწამებით მიიყვანეს ის ესე იგი სომხურ ქალაქ ფიზიკიდან აი ესე მოდიოდა და სულ გზაში აწამებდნენ შეურაცხყოფდნენ და ბოლოს მერე დაუძლურებული იოანე რომელსაც ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენ ვიცით რა ქონა ისეთი კარგი მოწმი ქაღესრულა და ფაქტიურად ამ გზას შეიძლება ის მოწამეობრივი სულა უწოდოთ და გოლგოთის გზა შეიძლება უწოდოთ და აღესრულა და ასე ციტყვებით თქვა იოანე ოქროპირმა მადლობა ღმერთსო ყველაფრისთვის ანუ განსასწრისთვის მადლობა მოუხდა და უფალს წმინდა იოანე ოქროპირმა ასე რომ ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს ღმერთს ეს ახლა ადვილად სათქმელია მე რა თქვი მაგრამ ცხოვრებაში თუნდაც აღსასრულებელია მაგრამ მაინც უნდა ვიცოდეთ და ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში ესე მოიქცეთ რა რამე სიტყვა იხთისა აღორძინდებოდა და გამრავლდებოდა და ერთი რამე არის კიდე მნიშვნელოვანი რომ მიუხედავად იმისა ჰეროდე დევნიდა და მოციქულებს მოკლა ერთ-ერთი მათგანი ამის შემდეგ კიდე როგორც ითხარით 11-12-დან მოწამეობრივად აღესრულა ამის შემდეგ უამრავი ათეულობით, ასეულობით და 100,000-ობით მოწამეები ყავს ეკლესიას. მიუხედავად ყველაფრისა, ღვთის სიტყვა ძლიერდებოდა, ეკლესია მრავლდებოდა და დღესაც ასე არის. რაც უფრო მეტად ებრძვიან ეკლესიას, ადამიანები უფრო მეტად ძლიერდებიან. შესაძლებელია რაოდენობრივად შემცირდეს მორწმუნე ადამიანების რაოდენობა, შეიძლება ბოლო ჟამს ასე იქნება, მაგრამ ხარისხობრივად ვინ შეინარჩუნეს და დაიქმნეს ბოლომდე ეს უფრო აღმატებულ პატივში იქნებიან, ხო ასე. ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალიმით ანტიოქიადვე. მით არ იგი აღასრულეს მსახურება მათი თანაც წარიყვანეს იოანეცა, რომელისა წოდებული იყო მარკოს და ამის შემდეგ მოციქულები ბარნაბა და პავლე, სავლე მიდიან ისევ ანტიოქიაში და თან მათ წაიყვანესო მარკოზე, რომლის სახშიდაც იყვნენ მოციქულები შეკრებილი, როდესაც მათთან მივიდა პეტრე მოციქული. მოკლედ დასრულდა მე-12 თავი. ეს შეწევნით მომავალ შაბათს ვისაუბრებთ იობის წიგნზე.